აი პირდაპირ ვიტყვი, ადრე იყვნენ გულნატკენი მამაკაცები ბოდიში საზოგადოების წინაშე და ეხლა მთელ სოფლიოში ტრაკნატკენები დადიან. მაგრამ გახარებულები, გულგახარებულები და ტრაკნატკენები. აი ესეა. და ადრე გულნატკენი მამაკაცები ვიცოდი, რაინდები. ჯერ ერთი რამე ავიღოთ, ინგლისის დედოფალმა. როდესაც ელტონ ჯონს სერობის წოდება მისცა, სერ. ელტონ ჯონ. ეხლა მე თქვენ გეკითხები. ანუ რაინდის წოდება. რაინდის. ლორდ კამერტონი. რო გამხდარიყო რაინდი, რეები არ გააკეთა თავისი ინგლისის, დიდი ბრიტანეთის, ესე იგი, აი, გადასარჩენად მისი სიყვარულისთვის. ის საწყალი კამერტონი საბრალში 4-ხანჯერ ამოწიარდება. ეს პედერასტი, ელტონ ჯონი, უცბად გახდა სერი. მე ელტონ ჯონისთვის რომ მიეცათ 400 გრემი, ორვე ხელს ავწერდი. 500 ოსკარი, ორვე ხელს ავწერდი. რას აძლევ? ესე იგი, შენ რას უკეთებ? დიდი ბრიტანეთის დედოფალო, შენს ახალგაზრდობას, შენს მომავალ თაობას ეუბნები, რომ თქვენ თუ მეტრაკეები იქნებით, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, თქვენ გახდებით სერების უყველა. სერები არა, მაგრამ ცისმერები ყველა გახდება. რაინდები არიან. კიდაც ავიღოთ ისა, რა ქვია, კანცლერი გერმანიის, რომ მივიდა თავის პიდარასტი, ისა, რა ქვია, ის რო გათხოვდა მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი გათხოვდა. ცოლი მოიყვანა. ცოლი მოიყვანა კაცი, მივიდა და მიულობს, ამას უყურებს მთელი გერმანიის ახალგაზრდობა, მთელი მსოფლიო. ბერლინის მერი პიდარასტი იყო. ერთი რა მაინტერესებს. ამ კანცლერმა როგორ უნდა მიმართოს ახალგაზრდობას, პატარა ბავშვებს, რა მორალი უნდა წაუკითხოს? იმასე დიდი მორალის დარღვევა კაცი რო წაგუზრდა და კაცი უშვება, არსებობს ქვეყანაზე რამე? ეს არის უბედურება კაცობრიობის. და საზოგადოება მე ვიტყვი, რომ აი ესეთი კანონებს ახლა იღებენ სოფლიოში, სიტყვა საზოგადოება არ გამაგროს არავის. საზოგადოება აღარ არსებობს. არსებობს ბრბო, ედარასებით სავსე. ცივილიზებული მსოფლიო ეგრეთ წოდებული. ცივილიზებული მსოფლიო. ეს თუ ცივილიზაცია ჩვენ არ გვინდა ასეთი ცივილიზაცია. მაგრამ ერთ რამეს გეტყვის მაო, მე ყოველთვის ჩემ გადაცემებში ვიძახი. მე მყავდა ბალეტმეისტერი, რომელიც იყო ეგრეთი, ზუსტად. მაგრამ ეს იყო მორიდებული კაცი, რომელსაც ცხენოდა თავის აქციელის. ქორწინებას არ ოცნებობდა. არა, კაცოდა პირიქით და ახალგაზრდებს მიანიშებდა იმისკენ, რომ მე კი ვარ ავანტყოფი, მაგრამ თქვენ ნუ იქნებით, იყავით ვაჟკაცები. ეგრეთი იყო კიდე ბალეტმეისტერები, ჩემი მეგობრები ძალიან და თავის თავზე შაყირობდნენ. ამიტომ არავინ მათ არასოდეს არ შეხებია, არ შეურაცხყოფა მიუყენებს, საერთოდ არ ამწავს მე ერთი რამე. მე რა ის არის ჰომოსექსუალისტი. მე იმას როგორც ჩვეულებრივ ადამიანს ისე ველაპარაკები, დაბადებისას დავპატიჟებ. ვიმეგობრებ კიდეც მასთან, მაგრამ ძმაო, შენ მე ნუ დამიკანონებ ისა ცოლქმრობას, შენ პარადებს ნუ მომიწყობ, იმიტომ მე კაცების პარადებს ხوار ვაწყობ და მეორე. საქართველოში ეხლა მე აუცილებლად ვფიქრობ ერთ ჩემ მეგობართან ერთად შევქმნა ესეთი საზოგადოება, უმცირესობა გვერქმევა ჩვენ, იმიტომ რომ მამაკაცები უმცირესობა ვართ და ჩვენ ყველგან ჩავიხედავთ აცი იმედის ტელევიზიის, რუსთავი 2-ის, პირველი არხი, თქვენი არხი, ყველა არხებში. იცით რა ხდება? თუ ერთი სიტყვა გაიღე და თქვი რომ არა ეს კარგი საქციელი არ არის, სამსახურიდან განთავისუფლებენ. ჩვენ აუცილებლად ეს საზოგადოება შეიქმნება. რომლებიც მიუხედავთ, ესე იგი ყველა ორგანიზაციებში როგორ არიან დისკრიმინებული უმცირესობა, მამაკაცები, უმრავლესობა არიან უკვე ეხლა ეგენი და დაგვიცვან ბატონო უმცირესობა ჩვენ. როგორც კი ღარიბაშვილმა თქვა, რომ მე არ დაუშვებ ჩემს ქვეყანაში ამ საძაგლობას, მე ვარ ღარიბაშვილის კაცი თავით, ფეხებით, ხელებით და ყველაფრით, აზროვნებით. იმიტომ რომ მან დაიცვა ოჯახის სიწმინდე. რა არის ოჯახი? ოჯახი ჩემი საქართველოა. და მან, ესე იგი, მას რო შვილები ყავს, უკვე ყველა შვილებს უთხრა, რომ ბავშვებო, დიდებო, პატარებო იცოდოთ, რომ ეს ეროვნული ღირსება, ეს არის მამაკაცი და ქალის ღირსება, რასაც მე არაფრით არ შევბილწავ. ქორწინება არის. რაც შეეხება ლევან ბერძენიშვილის ნაირ ხალხს. ლევან ბერძენიშვილი. ყველაზე საშიში პიროვნებები არიან აი ესეთი ხალხი, როგორც ლევან ბერძენიშვილია. რატო? ის არის უზადოდ განათლებული კაცი. მაგრამ განათლება მიიღო იმისთვის, რომ მოსპოს თავისი ერის იდეალები. ეს არის აგენტი შემოგზავნილი საქართველოში. რომელსაც უნდა რომ ეროვნული ღირსება დაიმარხოს სამარადისოდ. ასეთები არიან ბუხაძეები, ძალად მწერალი, კარგად დაგიხატიათ მან უნიტაზზე რო ზის და ვითომ რაღაცებს წერს. მე პროზაიკოსი ვარ და პოეტიცა ვარ. ჩემი პროზა მთელ სოფლიოში რამდენიმე ენაზე გადათარგმნილი არის გავრცელებული და მოვიდნენ დადონ მაგათი პროზა და ჩემი პროზა დადონ. აი მთელი პროზაიკოსები ვიც არის და მე ვანახებ რა არის მწერალი.
ეს მართლა უნიტაზის მწერალი. ეს დედის შეურაცხყოფელი ბურჭულაძე. აი იმ დღეს შევაფურთხე მე საქართველოს პირველად ბურჭულაძემ გაბედა და დაწერა დედამისზე რომ როცა ჯდება უნიტაზე დედამისზე რომ იხსნება და აი ქართველმა ერმა რომ ეს აპატია მაშინ დავიღუპეთ ჩვენ. თავისი ქარუმიძეებით, ჩმარუმიძეებით და ამ საზიზროებებით. რა ხდება საქართველოში? მიდის მათი გაფეტიშება და უკვე ყველაზე ძალიან მძაქს ეს სვეცკი გოგოები. სვეცკი და არის დღეს ბოზი როხარ. 200 ქმარი რო ყავს გამოცვლილი, მაშინ აქცემენ პატივს. ეს ბოდიში და ხურუშიანი ბიჭები. მაგრამ ვაშკაცი ბიჭები ვინც არიან, იმათ ვერ ნაცვალე მე. ვისაც ქართული ოჯახები უნდა პატიოსა გოგოებს ეძებენ. ესენი ბოზებს ეძებენ. ეთქობა არ შეუძლიათ არაფერი და ასჯერ ნახმართან უფრო მივლენ. ხო და აი ესენი ქმნიან დღეს ეს სვეცკი ქალები. სვეცკი კი არა, დღეში 8-ჯერ უნდა ცემო. და ეს გენდერული თანასწორობა რის გენდერული ოჯახში მამაკაცი უნდა ყოს და თუ მამაკაცია ნაღდი ოჯახში იმას არც სოლის შეურაცხყოფა მოუწევს არასდროს და არაფერი იმიტომ ის თავის ადგილზე ის როგორც კაცი და ქალმაც იცის მისი ფასი და იმ ქალის გულისთვის ეს კაცი თავს გაწირავს თავის სოლის გულისთვის და არ ეს ხურუშიანები დღეში რომ არჯენ წინდებიან და მოყავთ და თუ სხვისი ნახმარი არ არის არჯენ არ მოიყვანს იმიტომ რომ სიცხვილია დღეს ჯერ ესეთია ეს გოგო ვინ არის ეს გათახსირებული როს პარლამენტში კი არა თავი უნდა გაუჭეჭო მაგივის სიხარულზე გეუნები შენ არ რანარი ქმარი ყავს არანაირი შვილები ყავს ვიღაც რო აი მანდრო რო უჭერს მხარს ამ იმას საყია მაწერია კიდე თამარ კორძაია ხო კორძაია თუ არ ვიცი აი რაღაც გვარია რო ეს აი იმის საყია დევდარიანის იმაში წერია ეგად ხო რო ეს არის მშვენიერი და უნდა იყოს პედარასტი საქართველოში პირველი თავი შვილები იყოს მაშინ ეგრეთი ღმერთმა დაიპარო ხო, იქნება ალბათ კაცო, ეგ არის ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი. წარმოიდგინეთ ბედის ირონია. ნახალოკის ნახალოკა ვაშკაცებით იყო სავსე, დაწყებული ლეო ახვლედიანი, გიორგაძე, ონკერა, ჩემის მაკაცები, კაჭია, კაცობის ის იყო რა ეგ. რა ქვია, პატარა ინსტიტუტი. და აქედან წამოსული ვიღაც მასხარა. საზიზღროება, ესეთ რამეებს იცაკის. არა, მე უთხარ, მე 10 სკოლა მაგ დამთავრებული, ნახალოკელი ვარ. ხო. უთხარი მაგათ ნახალოკელს, მაგრამ სამწუხაროდ იქ რაღაცები მოხდა მე. ვიღაცებს ძალიან უნდა თამარ კორძაიას შეშვება პარლამენტში. შენ მეგრელი ქალი კორძაია, მეგრელი ქალებზე გიждები სულ. მამამის რა ქვია იცით? რა? სტალბერი. სტალინი და ბერიას რა. ხო, ეგეთ შვილი რო ეყოლება მე როგორ უძლებს. აუბედურება ეს, არასწვენია, ერის წინაშე. ნამუსი არა აქ და სიტყვინი ამ ქალს. ხო, მომავალ პარლამენტში როგორ არიჩევენ მაგასაც ვნახავთ, მაგას და მაგისტანებს. აი, უნდა გამოვიდეთ, ამიტომ უნდა შეიქმნას მოძრაობა, სადაც მე ვიქნები აუცილებლად ჯარისკაცად და უნდა ვიბრძოლოთ. ესე მარტო ლაპარაკით არაფერი არ გამოვა. ძალიან საინტერესო სტატიებია ჯაბა ხუბუასი, არ გაიკაროთ ბატონო პრემიერო, აქ ლაპარაკია ლევან მურუსიძეზე, ეს კოტე კუბლაშვილის იმაზე, რა ქვია, ერთ-ერთ ჯალათზე, მოსამართლეზე, რომელიც ახლა ცდილობს, რომ ხელისუფლებას შეუძლეს და იუსტიციის საბჭოს, ასე ვთქვათ, შემადგენლობაში რაღაც შევიდეს და გამოვიდეს. ყველა ძალიან მეც რა არ მინდა, ახლა ცოტა დრო გრჩება, რომ ოცნების მესვეურები ოცნების ხელისუფლება ისე არ მოიქცეს, რომ ნაციონალური მოძრაობის ფილიალად გადააქციოს საკუთარი. ნუ რა თქმა უნდა, ეგრემედის დღეს ოცნების პარლამენტი არის ოცნება უმრავლესობა, ეს არის ნაციონალური მოძრაობის ნაზავი ხალხ რაც ვერ დაგუმართეს. ნაციონალება იმას გმართავენ ეკლესია, ყველაფერს გვიკეთებენ, მაგათ საპატივცემულო და მაგათ გასახარად. იმიტომ რომ მაგათ უკან კარგად იცით ვინც დგას. და საიდანაც იმართებიან ეგენი. სააკაშვილის მორიგი, ასე ვთქვათ, ნარკოტიკული რანდევუ გამოქვეყნდა უკრაინის ტელევიზიებით გადაღებული კადრებია, იცით ალბათ ნახეთ. პრინციპში საიდან იციან ახლა ჩვენმა ტელემახურებლებმა რუსთავი ამას არ აჩვენებს და მოკლედ ოდესაში გუბერნატორი სააკაშვილი ერთ-ერთ პრეზენტაციაზე იქცეოდა ზუსტად ისე როგორც იქცეოდა მახათას მთაზე გემახსოვრებათ ის კადრები, სადაც ნარკოტიკებით გაბრუებული და გაბიშვინებული პატრიარქის სავარძეში ჩავარდა პირდაპირ. ზუსტად ერთი მაგრამ ერთი რამეა, ჩვენ ერთი უბედურობა გვჭირს. ყოველთვის ადამიანმა თავისი მტერი უნდა შეაფასოს. ის ვინ არის, კაცო? ის ამ დროს აი ვინ არის და დედას გიტირებს.
უნდა ვიცოდეთ, რომ სააკაშვილი არის ძალიან ნიჭიერი კაცი და ძალიან საშიში პიროვნება. ისე რომ სააკაშვილის ესე ხელის წამორთმა, ეგრე არ არის ძმაო, ის არის ძალიან ძლიერი. ხო და ამ ძლიერს ძლიერები უნდა დაუპირისპირდნენ. რო უყურებ ერთხელ გრიგოლიამ მოიწვია იმაში, რა ქვია, თავის განაცემაში, ბოკერია. ბოკერია? აი მისმინე ხო ბოკერია იმაში, აი ესე აჩვენებდნენ. ჩარჩოში რო ხო და დანარჩენები კიდე ეს ხაჭაპუჭა, აი ეს რა ქოსები თუ რაც ეძახიან ამას? ხოცები ოცნება. უნდა გენახა პატარა ლეკვები ვიტყავდა იმას რა ქვია? ბოკერიას, იმიტომ ის პოლიტიკურად 100 თავით მაღლა იდგამაზე. გრიგორიამაც ჩვენი რა თიცის ვინ მოიწვია და რისთვის და მასხრები გახადა მთელი ოცნება. ჩემო ოცნების მართველო დიქტატ ვინც არაერთუდი ვინც ახალ ცოტა აზზე მოდით. მარტო იმით რომ ვიღაცა ტაშ გიკრავდათ, დეპუტატებად ნუ გახადეთ. ჭკვიანი ხალხი ჭირდება და ეროვნული. და ხალხი რომელიც საქმეს გააკეთებთ, მასხრები შეყარეთ, მასხრები და უვიცებით არის სავსე თქვენი პარლამენტი. აი თუ გინდათ სიმართლე.